ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა არასდროსაა მარტივი, ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება და ცხოვრების ხელახლა დაწყება რთულია და საწყის ეტაპზე შეიძლება იმედგაცრუებითაც დასრულდეს, თუმცა შეუძლებელი არაფერია, ჩვენი გზამკვლევები და მეგზურები თავიანთი რჩევებით და გამოცდილებით დღეს იქნებიან პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი და ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე და ტელეწამყვანი ხატია შამუგია დილამ მშვიდობისა და მადლობა რომ ჩემს საყვარელი არიან ნამდვილად და ლალი თქვენ თვითონ დავიწყოთ. რეალურად ალბათ აი ეს ყველაზე რთული არის ნამდვილად რაღაცა ეტაპის მერე რომ იწყებ თავიდან რაღაცების კეთებას თქვენ ეს გაგიკეთებიათ თქვენ ცხოვრებაში ახლა უკვე ეხმარებით ცხოვრებს რომ იგივე გააკეთონ როგორ შეიძლება გარკვეული ასაკის შემდეგ რომ რაღაცები ხელახლა დავიწყოთ და გავბედოთ. იცი რა ეხა ამბობდა რომ 47 წლისო მაგისტრატურაზე სწავლობს და გამეცინა. იმიტომ რომ მე მყავს 67 წლის სტუდენტი. What? რომელიც ეხა პროფესიას კი და ამ ბოლო დროს იცი რა ხალხი მიხვდა რომ განვითარება და შეცვლა არასოდეს გვიანი არ არის და ლევანზე გაგიკვირდათ რა დროს შენიეგარიო და ყველა ასაკშია ეს. თავიდან დაწყება რაღაცის დასრულება და თავიდან დაწყება არასოდეს არ არის მარტივი. განსაკუთრებით როცა რაღაცა მთავრდება, რაღაცას კარგავთ, ფაქტიურად ნახეთ ამას წინათაც მომიწია ამაზე საუბარი, მაგრამ ესია ხალხო, როცა რაღაცა მთავრდება, ფაქტიურად ჩვენ გლოვა ცუდი სიტყვა, მაგრამ გლოვის სტადიებს გავდივართ და აი ამის მერე ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ეს სტადიები არის, მოკლედ პირველად უმეტესად მაგ ხოლმე არა, ესე არ არის რა. გამომიშვა სამსახურიდან სიტყვაზე არ იღებ ამას, მიუღებლობა გაქვს და პროტესტი გაქვს. ასევია, როცა საყვარელი ადამიანი მიდის თქვა ამ ცხოვრებიდან, არა გაქვს ამისი მიღება და აპროტესტებ. შემდეგ არის უკვე შეიძლება წამოვიდეს ბრასი. რომ აი მე რატო დამემართა, რატო მოხდა ეს, არ არის ეს უსამართლობა. არის შემდეგ საკუთარ თავს აბრალება, იქნებ ჩემი ბრალია, იქნებ მე რაღაცა კარგად ვერ გავაკეთე, იქნებ რაღაც ისეთი მოხდა. შემდეგ არის შეგუება, უკვე იღებ ამ ყველაფერს ეგუები და მე გადადიხარ ცხოვრების ახალ ეტაპზე. ეს დაახლოებით რამდენი დროს ეს არის ინდივიდუალური, მაგრამ ეს არ არის უნიკალური საფეხურები და არ არის ყველასთვის ეს. შეიძლება ეს საფეხურები არეული იყოს, შეიძლება ვიღაცა რომ მიმღებლობა უნდა გქონდეს პირდაპირ და ეს უფრო გაგვიმარტივებს. მიმღებლობა, ნახე, მიმღებლობა იმისი კი არა, რომ დამემართა და ვაი. ნახე, მიმღებლობა, რომ ეს მოხდა. ფაქტის აღიარება, ანუ რეალობის აღიარება უნდა კონდეს და როცა რეალობას იღებ, მე უკვე წერტილის დასმა უნდა ვიცოდე. წერტილის დასმა და ალბათ რაღაც ფაზები ბუნებრივია რომ უნდა გაიარო. ჩვენ საუბრობთ ახლა მაგათად პროფესიას იცვლიან, ახალ პროფესიას სწავლობთ, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე იყო, ერთი და იგივე პროფესიაში როცა იცვლის სამსახურს თუნდაც, ხო, მაგათად ერთი ტელევიზიიდან მეორე თუ გადა. ესეც ძალიან რთულია, იმიტომ რომ იწევს ახალ გარემოს, ახალი თავის დამკვიდრება და ასე შემდეგ. აჩო გენატრება რა ვიცი, ასე რამეა. გადმე არ ვაპირებარს წასვლას. განსხვავებით რთულია, როცა მაინც ალბათ პროფესიას იცვი, თუ ყოფილა შენ ცხოვრებაში, რომ რაღაცა ერთ დღეს ამდგარ ხარ და მთლიან დამოგიტრიალებია შენი პროფესია. კი, ყოფილა და ზუსტად ალბათ ერთ-ერთი ადამიანი ვარ, რომელსაც ამაზე შეუულია თამამად ისაუბროს, იმიტომ რომ 45 წლის ასაკში დავტოვე წარმატებული ბიზნესი და მივხვდი რომ მე ამის კეთება აღარ მინდა, მორჩა, მინდა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით ამოვაყირავე და დღეს ვარ უფრო გაბედნიერდი, ხო? ალბათ როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს და ძალიან ეს ყველაზე დიდი მამოტივებელია. თუმცა ეს არ მთავრდება. აი ხაც როცა წყნარად მიდის ჩემი ცხოვრება და რაღაცა ეს ყველაფერი კარგად არის, ხვდები რომ არა რაღაცა მაკლია და შარში ვიგდებ თავს. რაღაც გამოწვევა. აუცილებლად რაღაც მე არჩები ზუსტად იგივე განცდა მეც ხონდა როცა ჩემი ძირითადი პროფესია რასაც ბაკალავრს დავუწევ მე მაგისტრატურას და 8 წლიანი პრაქტიკას და საადვოკატო ლიცენზიაც ჩვენი ერთ დღეს გავაჩერე ყველაფერი და გადავერთე გასტრონომიაზე და ტელევიზიაზე და ეს ძალიან რთული იყო მიუხედავად ასევე ძალიან გიყვარს მოგწონს და ის ჩემი პროფესია ძალიან გადგება სახათ უკეთესობისგან შეიცვალა უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მართლა არ იყო გადგება როგორც ბიზნესში ასევე ტელევიზიაში ხო ნუ ჩემი პროფესია ამ შემთხვევაში ჩვენი პროფესია ესე რომ სულ რაღაც ცვლილებებთან ასოცირდება თქვენ კიდეც ხო ჩვენ ცალკე ამბავი გვაქვს სიახლეს სულ არის რამდენი როლი იქნება იმდენი ახალი დაწყება ხატია შენ დაგეწყია არაერთხელ თავიდან
პირად ცხოვრებაში აქეთ გინდა თუ იქეთ გინდა ეს იქნება კარიერა თუ პირადი ცხოვრება სად უფრო რთულია თავიდან აბიჯების გადათქმა პირადში თუმცა ერთ რამეს დავემატებ რომ ხატიას არასოდეს არ დატყობია რაღაცა ეს პირველი ეტაპი არ ვიცი თვითონ სუიკ იყო არა რას ვიცი რომ ისე ორგანულად იყო ისე რაღაცა პოზიტიური განწყობით გვიყვებოდა რაღაც ახალ სიახლეზე ყოველთვის რომ ეს რეალურად მართლა გაძლევს мотиваციას ადამიანს რომ რაღაცები შეიძლება შეგხედო ამას როგორ ახერხებ ესე ჩანს თუ ესე არის პირველ რიგში დილამშვიდობის მე ერთ წელიწადში 47 წლის ხდები და აჩორჩინაზე ერთი კიდე მაგისტრატურა ვერ დავამთავრე აი ბედი ხო გინდა ვინ დავწე რაღა მაინც 47-ს გავარ მომავალს კიდევ ერთი მაგისტრის დიპლომი რო არ მქონდეს აღარ არსებობს საერთოდ შენაირად ფანტასტიკურად გამოიყურება არა მოტივაცია საერთოდ თან პარალელურად მოტივაციის კუთხითაც შეიძლება მართალია მე საერთოდ მგონია რომ არაფერში ნეგატივი არ უნდა ნახო იმიტომ რომ ეს ნეგატივი მე შენ თვითონ გჭამს შენ თვითონ გასუსტებს და უკან ხევს იმიტომ რომ რაღაცნაირად რუსული გამონათქვამია რომ რაც ხდება უკეთესობისკენო თან ერთი კარი რო იხურება მეორე იღება და ეს ესეა რეალურად ესეა ნამდვილად ესეა რომ ერთი უბრალოდ ის კარი უნდა შეამჩნიო დავარია კარი შეამჩნიო და იცი რა კარებიც რაღაცნაირად თავისით იღებიან როდესაც სამყაროც ხო გეხმარება როდესაც რაღაცნაირად შენ მართალი ხარ სამყაროს და რაღაცა კანონზომიერება ესე კანონზომიერება და თან დროც არ არის იმისი რომ აი ლალიკომ რაც თქვა რომ გლოვის ეტაპები ხო და გაიაროს ადამიანმა რაც მეტი ხანი ხარ გლოვაში ეს დროც ხო გარბის არა და რაც დიდხანს კონსერვდები მე შენი განვითარებაც ფერხდება და უცებ უნდა უკან მედის და რაღაცნაირად ადამიანიც როგორ გაიმბრაჭა რა ისეთი ლამაზი ორი რო არ გადავიყურე ანუ დრო ძალიან სწრაფად მიდის მაგრამ ლალი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და ის ადამიანები რომლებიც ჩვენს გარშემოც არიან ხო რაღაცის თავიდან დაწყებას სჭირდება სტიმული ან ადამიანი მაინც ვისაც ჩაეჭიდები ვიღაცის გამო რაღაცას გაკეთე ხანახან არის რომ თვითონ ამის ენერგია და რესურსი საკუთარ თავში ვერ პოულობ აი ამ დროს რა ხდება გეთანხმები ლევან ძალიან კარგი კითხვა მაგრამ ეხა გამახსენდა ძალიან კაი ზღაპარი და მოგიყვებით რა კარზე იმდენი ლაპარაკა ერთი ხურება მეორე იღება მოკლედ მეფემ გადაწყვიტა რომ აირჩიოს ვეზირ თუხუცესი და გამოაცხადა კონკურსი რომ აბა ვინ დაიმსახურებს ამ თანამდებობას და მთელი სამეფოს ეს ჭკვიანი ადამიანები მოვიდნენ კონკურსზე რომ ეს ადგილი დაიკავონ და დავალება არის ასეთი არის უზარმაზარი დიდი კარი რომელსაც უზარმაზარი ბოქლომი კიდია და ვინც ამ კარს გააღებს ის გახდება ვეზირ თუხუცესი ნუ ავიდა ეხა ვინც არის ეს თავარი ვეზირი მივიდა გამოვიდა ვერა მეორე ბოლოს მასხარამ თქვა რომ იცი რა მოდიო რა მევცდიო მივიდა მასხარა ახლოს და ხელი შეახო კარს და კარი გაიღო არც უცდიათ ხო? უბრალოდ ეხლა ხო. წარმოგიდგენია. ხო, ძალიან ხშირად ზუსტად აი ის რომ ძნელია, ეხლა ჩემბობდა რომ ძნელია და რომ ძნელი რო გეჩვენება, იცი? გეშინია უკვე და არც ცდი. ცადე. თავისთავად ცვლილებებით ხო ასოცირდება შიშთან, იმიტომ რომ ადამიანმა რაც ჩვენთვის ნაცნობია, ის ვიცით კარგად. კომფორტულად სტაბილურობაში ვეძებთ ხოლმე რაღაც ბედნიერებას. ეხლა წაღანუამ და ის გარემო ზუსტად გეუბნება რომ შენ ხო არ გაგიჟდი მე რო პროფესიას ვიცვლიდი ყველა მეუბნებოდა რა დროს შენი პროფესია 45 წლის ხარ აწყობილი გაქვს ცხოვრება მოიცადე რა ეხლა და იცი რა რაღაცა მანამდე 35 წლის ასაკში გადავწყვიტე პროფესიის შეცვლა დოქტორანტურაში ჩავაბარე ფსიქოლოგიურ და დავანებე თავი იმიტომ რომ აუ ამდენი შვილი მყავს გასაზრდელი და რა დროს ეგ არის დაუჯერე სხვებს მაგრამ ალბათ მეც არ მქონდა მზაობა მაგრამ გინდა არ გინდა ლევან ეს გარემო და გავლენა არის რა მოკლედ ეს არის რომ შეიძლება იპოვო ადამიანი ვინც რაღაც სტიმულს მოხავს ეგ ძალიან მაგარია შენ თან მექნება ეს კითხვა მაგრამ ალბათ ყოფილა შენ შემთხვევაში ასე რაც შენ შემთხვევაში ყოფილა და ზუსტად შენ თაც იქნებოდა აი შენ როგორ გაგიკეთეს ეს აი თითქოს რომ შენზე ზრუნავენ მაგრამ რაღაც პოზიტივ ბულინგში რომ გაქცევ რა თითქოს რომ უნდათ რომ სტიმული მოგცე მაგრამ რეალურად რომ რაღაცნაირად გაშეიმინგებენ როგორ გარცხვენენ თითქოს ხო იცი რა არის ჩემ შემთხვევაში ესე არ იყო იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მართლა გულწრფელი ემოცია იყო ყველას მხრივ
მყარიდან რომ მართლა ყველა გაუცებული იყოთ ჩემი ჩათვლით და ამას ახლა ყველანი თავდაბლობის გარეშე ვამბობ რომ გაყენებს ტრავმის წინ არა ტრავმის წინაც გაყენებს მაგრამ რაღაცნაირად გაძლიერებს კიდევაც იცი რა არის мотиваციასაც გაძლებს რომ თუნდაც საკუთარ თავს დაუმტკიცო და თუნდაც ყველას დაუმტკიცო რომ შენ ხარ კარგი კადრი ანუ ხარ პროფესიონალი და გარდა იმისა რომ შეგიძლია თქვა ეს რაღაცა არ ჩაკონსერვდა ერთი და იგივე მიმართულებით რაღაცა ბევრი მიმართულებად შეგიძლია ოღონდ ახლოს უნდა ხარ მე შორს ვარ იმაზრისგან რომ მე მაგათაც ვერასოდეს ვერ ვიქნები ფინანსისტი ან ბუღალტერი იმიტომ რომ ეს არ მესმის ეს საქმე და ვერასოდეს ვერ შევეჭიდები და არ გაინტერესებს და ვერც ვისწავლი იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე რთულია ფინანსისტობა ან ბუღალტერია ხო მაგრამ აი რაღაცა ის ირგვლივ მონათესავე პროფესიები და ვთქვათ რაღაცა რაც შეგიძლია რომ გააკეთო შენ თვითონ ხო ყველაზე კარგად იცი რას შეძლებ და რას ვერ შეძლებ უბრალოდ ის უნდა გააღვიძო შენში და ის შესაძლებლობები უნდა განავითარო თორე რაღაცა ხა უტოპიურს ნამდვილად ვერ შეეჭიდები ხო მაგრამ რაღაცნაირად აი თითეული წარმატება პირველ რიგში შენი გამარჯვება არის და შენ რო კმაყოფილი ხარ და შენ რო გამარჯვებული ხარ საზოგადოებაც გიღებს ისეთ ზუსტად და შენ რაც თქვი რომ პოზიტიურად იმიტომ რომ რაღაცა აი თითო პატარა თუნდაც გაკეთებული პროექტი რომელიც კარგად მთავრდება არის შენთვის კიდევ ერთი რაღაცა პატარა ფრთა რომელიც გაშლევინებს და მოტივაციებს აი ძალიან ბევრ სამსახურში მუშაობდი მართლა და ახლაც ძალიან ბევრ სამსახურში მუშაობ ხო აი შენ რამდენად შენ თავს უწყობ ხოლმე რაღაც გამოწვევას და შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლას შესთავაზებ ხოლმე იმიტომ რომ აი ხშირად არის ხოლმე რომ მოვეწყობით ხოლმე რაღაც თითქოს ყველაფერი კარგად არის და ჩვენს ნაჭუჭში შენ აი გადაჭარბებულად ვამბობ რა თქმა უნდა ამას მაგრამ ვართ და არ გვინდა ამ გამოსვლა აი ესეთ გამოწვევას თუ გარემო არ გიწყობს ხელს შენ თვითონ ცდილობ კი ვცდილობ და გარემოც მიწყობს ხელს იმიტომ რომ როდესაც ახლა ბევრ ადგილას მუშაობს იქ ისედაც შენი კომფორტის ზონა აღარ არსებობს იმიტომ რომ ერთ ადგილას არ ხარ თუმცა აი ის შემთხვევა რაზეც ლევანმა თქვა პირველი ის ჩემი 12 წლიანი დასრულება ერთ-ერთ კომპანიასთან ის მართლა კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო და ეხლა რომ უყურებ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმიტომ რომ იქ უკვე აღარ იყო აქედან რომ უყურებ გარეთ კონდიციონამდე მიხსენდი რაც გარკვეული პერიოდის მერე თუმცა ადამიანების უმეტესობა იქნება ეს პირადი თუ კარიერული ცხოვრება ალბათ მაინც ორივე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის რაღაცების დასრულებას მით უმეტეს იძულებით დასრულებას კრიზისად აღიქვავენ მაინტერესებს რეალურად ეს უნდა მივიღოთ რომ ეს არის კრიზისი თუ ეს არის რეალურად შესაძლებლობა ერთგვარი რომ ჩვენ რაღაცები თავიდან დავიწყოთ და უფრო უკეთეს ხარისხში. ლევან კრიზისი ეს არის შესაძლებლობა. პირდაპირ გაგებით კრიზისი ნიშნავს შესაძლებლობას. ანუ როცა ხდება რაღაცა შენ ცხოვრებაში ისეთი როცა აი აღარ იცი ფაქტიურად როგორ მოიქცე და რა უნდა ქნა იძულებული ხარ რომ მობილიზდე, წინ წახვიდე, თუმცა იცი რა არის? მე არ მომწონს კრიზისი. ხო, არ მინდა კრიზისი. შენ კრიზისი არ იყო, როცა დაანებე იმ ყველაფერს თავი და გადახვედი, ხო პრობლემა იყო და ფაქტიურად ახლიდან დაიწყე ცხოვრება და ახალი ცხოვრება შექმნი. მე რომ მკითხო, კრიზისი ცოტა ისე ჟღერს თორე, ძალიან მაგარი რამეა, ხო? კრიზისი საჭიროა რომ რაღაცა შეცვალო და განვითარების სხვა ეტაპზე გადახვიდე. ზოგჯერ, ეხლა შენ ამბობდი, რომ ძალიან კარგად ვიცი თუ რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია. რა თქმა უნდა. ხო, აი მე მაგაში ვერ დაგეთანხმები. მართლა. იმიტომ რომ ზოგჯერ არ ვიცით რა შეგვიძლია. აი მე ზუსტად ვიცი, რომ ბუღალტერია არ შემიძლია. არ დაგჭირებია. რა დათვალე. არ დაგჭირებია. მე ხარჯვა ვიცი და ეს არ შემიძლია. ბუღალტერიაზე გავუძნებ. კი, მე მესმის ხათი ეს იმას მაგდროში. ვიცის, იმიტომ რომ დაგჭირდეს და სხვა გამოსავალი არ არის სიტყვაზე. რომ მოინდო მარტო ლუკმა ფულის შოვნის საშუალება გააქვს ამ ბუღალტერიით და შვილი ყავს გაზრდელი ბანკი გადასახდელი და უბრალოდ სხვა გზაა. მე მგონია რომ შეუძლებელი უბრალოდ არაფერი არ არის. მეორე საკითხია რაში გაქვს უფრო დიდი მეორე საკითხია რაში გაქვს მეტი ნიჭი მაგრამ მართავ საბუღალტრო კომპანიებს გადასარევში გაქვთ ხატია დაიგებო რომ დასწავლოთ ბუღალტერია და ნახოთ რამდენად შეძლებს ხატია ბუღალტერი დამყარებები და გავხდე უცებ. ეგეც შეიძლება. შემდეგში ახალი რეგალით რომ ბუღალტერს აზოც. ბუღალტერი და ტელეწამყვანი. ლევანი რომ დამეკოს ეს ლევანი ცი რა არის დღეგე მაგ გადასახადს. დეკლარირებას ვაკეთე. საოცრად გამოცვლია რა თომაც არა. ხშირად ვაოცებთ საკუთარ თავს მეგობრებო. ზუსტად. ხანდახან ჩემ ბიოგრაფიას რომ ვკითხულობ ესეთი ხომ არის ხოლმე ფელზე უდგებია ხო? საკუთარ თავს ყოჩა რა მოვაკეთე. მე კიდევ იქ
მყავს მაინც საუბარი რომ გონია შეიძლება საერთოდ სხვა თემა, მაგრამ მაინც ჩვენ ძალიან ადრე ვირჩევთ მეგობრებო პროფესიას. ძალიან ადრე გვიწევს პროფესიის არჩევა. ეხლა არიან ადამიანები თქვენ გაგიმართლა და ეს კიდევ სხვა მიმართო, არტი კიდევ სხვა მიმართო, ამას გრძნობ, რომ შენია, მაგრამ აი რომ რამდენი უმუშაობთ ეხლა პირდაპირ პროფესია. საერთოდ პროფესიას ირჩევს. ხადია რომ მე გიწევს აი ამ კრიზისთან გამკლავება, მე გიწევს ხშირად სიახლეების მიღება, იმიტომ რომ საკუთარი თავის ძიებაში ხარ, იმიტომ რომ პროფესია ადრე აირჩიე ალბათ და მეცაც გეტყვი, ხატია ისეთი პატარა იყო პროფესიას რო ირჩევდა, რომ აბარებდა უცხო ენებზე უნივერსიტეტში და რომ მივიდა საბუთების ჩასაბერებლად, წაიკითხა რომ დამატებითი სპეციალობით ბერძნული ენა და ლიტერატურა და მოეწონა რომ მხოლოდ 7 კაცი იყო მისაღები და შეიტანა იქ საბუთი. აი ამას აქში იყო ხატია. აი რადგან ცოტა ადამიანებია თუ რაღაცა აბსოლუტურად ვერ იაზრებ სადა მე გამიმართლა რა თქმა უნდა იმიტომ ეს ფილოლოგიის ფაკულტეტი იყო და მე დავრჩი ფილოლოგიის და როგორც ჟურნალისტი ძალიან გამოგადგა იმიტომ რომ შენ აი როგორც ლევანმა თქვა რა ბევრ ადგილას ყოფილხარ ბევრ ადგილას დაამახსოვრე ხალხს თავი და ბევრი კომპანია შეაყვარე ადამიანებს იმის გამო რომ იყავი შენ მაგრამ მე მგონია რომ ამის მიღმა შეთვის საკმაოდ იქნებოდა დარწმუნება რაღაცა სტრესული ბარიერები ისე გადალახაც მაგალითად რა არის ყველაზე რთული ხატიასთვის პირობითად სიახლის მიღებისას ადამიანები საქმე თუ გარემო რა არის შეთვის ყველაზე რთულად გადასალახი ახალი ადამიანების წრე ახალი საქმე თუ ახალი გარემო აი რა გაგიჭირდა არაფერი არ გამიჭირდა მაგრამ რა თქმა უნდა არის ყველაფერი გასათვალისწინებელი თუნდაც ის რომ ეხა რაღაცნაირად აი კომპანიაში რომ მიდიხარ შენ ხო ის კომპანია დიდი ხანია არსებობს მთელი თავის გუნდით და აი უცებ ინფორმაცია რომ ხატია შემოგე მოიყვარეს ხო ესე იციან ხოლმე რა და თან რაღაცნაირად ეს პიარი და მარკეტინგი ხო ისეთი თემა არის რომ რაღაცნაირად აი მე არ მიგზნი არაზრს, მაგრამ მაინც ახალი კადრი და აი მოიყვანეს ხატია შემოგედა. სანამ ეს ადამიანები გაგიცნობენ, სანამ მიხვდებიან რომ ეს ხატია შემოგედა ტელევიზორში რო ხედავ, ისიც არის, მაგრამ კიდევ ხატია შემოგედა, ისეთი განწყობა შემოაგრო შემოდის. არ შეიძლება რასპანერში. შენი პროფესიით უნდა შეაყვაროს და ამას რაღაცა პატარა პერიოდი ჭირდება, ანუ შენც უნდა გქონდეს ისეთი მიმღებლობა კოლექტივთან, რომ თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ იმ ადამიანებმაც შენი ირწმუნონ და შენი იჭერონ. წავიდეთ დასასრულისკენ და მინდა რომ შევაჯამოთ ლალი თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ რაღაცნაირად მარტივი და მნიშვნელოვანი აქცენტებით ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს როგორ შეიძლება ვინც ახლა გადის სამგზას როგორ შეიძლება რომ ავდგეთ და დავიწყოთ თავიდან სიარული. ეს არ იყოს სტრესული და პირიქით. სტრესული ყველა ვარიანტია, რა თქმა უნდა, თუმცა სტრესი არის დაძლევადი, როგორც ვთქვით, და პირიქით, რა ვიცი, მე მაგალითად ენერგიას მაძლევს. დროზე შეგვეძლოს გადავწყვიტო და წერტილის დასმა შეგვეძლოს, იმიტომ რომ როცა ერთი რაღაც ღია მაქვს და კიდე ახალს ვიწყებ და კიდე ახალს ვიწყებ, ეს მჭამს და მაწუხებს. მინდა რომ ეს დავასრულო და ახალზე გადავიდე, დავასრულო, ახალი ეტაპი დავიწყო, მაგრამ ნახე, ახალ ეტაპზე რო გადავდივართ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რა ვიცოდე რა მინდა. სად მივდივარ? მე თუ არ ვიცი სად მივდივარ, ძალიან ძნელია რაღაცა ახლის დაწყება. ვიცოდე რა შედეგი მინდა მივიღო, რა ღირებულებებზე გადის. ჩემთვის ეს რამდენად ჩემია. შეიძლება მინდა მაგალითად რა ვიცი, ავაშენო სახლი, სამშენებლო კომპანია დავაარსო, მაგრამ ამ დროს რომ დავფიქრდე, ეს ჩემი არ არის. ეს არის უბრალოდ საზოგადოების სტერეოტიპი, რომ მშენებელი აშენებს და დიდი ფული აქვს და ეს არის წარმატება. მაგრამ შეიძლება ჩემთვის წარმატება საბავშვო ბაღში მუშაობა და ბავშვებთან ურთიერთობაა, ხო? ზუსტად გავიგო, რომ მე სად მეხება, ჩემთან სად გადის და ეს იყოს ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ხატიში რო თქვი, რომ ძალიან ადრე ვირჩევთ პროფესიას, ადამიანი პროფესიას საშუალოდ 7 ჯერ იცვლის ცხოვრებაში. და ეს არის ძალიან ნორმალური. შეიძლება ერთი ძირითადი პროფესია მქონდეს, მაგრამ პარალელურად სხვადასხვა ჰობი დამხმარე, მე ჰობი საკითხი. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეხლა აჩვენს რა პროფესიაც აქვს ძირითადი, ხო, იურისტია. ეს ხო ძალიან ბევრი რამე შეერგება, თუნდაც თავის ბიზნესში. იმიტომ რომ იურიდიულ საკითხებს თვითონ აღვარს. სასახადეგრია და აუცილებლად პროფესია ძალიან აი ხატიასთან ერთად ბუღალტერიას შევისწავლე. შემოსავალი შეიძლება ქონდეს ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა ამის ამ ყველაფრის გაზიარებისთვის და რა თქმა უნდა თქვენი პოზიტივისთვის, იმიტომ რომ დიდი საოცრად ვხდები. მიხარული შემოგვიდა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.